გამარჯობა. საღამო მშვიდობის ყველას. გამარჯობა, მორიგი თათბირი ჩვენი ყველას გარკვეული თემები დაგროვდა, მაგრამ ყველაზე დიდი საკითხი, რომელსაც დღეს მინდოდა მესაუბრა, რახან დღეს არის 8 მარტი, ქალთა საერთაშორისო დღე, სწორედ იმ თემებზე, რომელიც გვეხება ჩვენ ქალებს. ამაზე მინდა მე ვისაუბრო დღეს, მანამდე, როგორც ყოველთვის, რამდენიმე განცხადებას გავაკეთებ, ხა დაველოდოთ ჩვენებს, ჩვენ შემადგენლობას. ვერ მოვიცალე მანამდე, ხა ძალიან გვიანარი საქართველოში, ვინც გვიყურებთ ემიგრაციიდან, მოგესალმებით, თქვენთან ჯერ კიდევ საღამოა. კითხვები მოვამზადოთ, თუ გვაქვს, თუ არა და მოგვიანებით მომწერეთ. ასევე კითხვებთან ერთად ძალიან გთხოვთ მომწეროთ უბრალოდ თქვენი წუხილები, ამბები. იცით რომ მე მაქვს რას ამბობს ხალხი ეს რუბრიკა და იქიდან მიყვარს ხოლმე ამ ამბების გამოქვეყნება. მიმაჩნია რომ მნიშვნელოვანია ხშირად ჩვენი სატელევიზიო სივრცე იკეტება ხოლმე რაღაცა საკითხებში ერთი და იგივეში და ამ დროს მნიშვნელოვანია რომ რა ხდება საქართველოში ფართოდ და ჩვენს დიასპორაში ეს გავაგებინოთ ხალხს. ამისთვის მაქვს მე რას ამბობს ხალხი ეს რუბრიკა. დღეს ვსაუბრობთ ქალთა საკითხებზე, ქალებზე, თემებზე, რომელიც ქალებს გვაწუხებს და უნდა გამოსწორდეს, რახან არის 8 მარტი და 8 მარტს ყველას გილოცავთ, ჩემო კარგო ხალხო. მოგესალმებით ყველას, გილოცავთ ყველა ქალს, ბრავალს დაესწარით ბედნიერად, უკეთეს შემსუბუქებულ ცხოვრებაში, შემსუბუქებული პირობებით, ნამდვილი პატივისცემით და ყოჩაღად იმ სიძლიერით, რა სიძლიერიც ჩვენ ქართველ ქალებს გვახასიათებს, ეს არის მთავარი. შეგვიძლია დავიწყოთ, გილოცავთ ყველას. დავიწყოთ პირველი და მნიშვნელოვანი. ასე ვაკეთებ ხოლმე მე ყოველთვის ლექციებზე. ყოფ ორ ნაწილად. პირველ ნაწილს ვეძახი საყოფაცხოვრებო ან ლოჯისტიკური საკითხებით, ესე როცა განცხადებებს აკეთებ, ამ დროს იქნება გამოცდა, ამ დროს იქნება ლექცია გადადის, ესეთი იქნება გამოცდა, ვთქვათ, რა წიგნები უნდა გქონდეთ და ასე შემდეგ და მერე უკვე იწყება თვითონ ლექციის შინაარსი. ზუსტად ასევე მინდა დავიწყო განცხადებით. გარკვეული განცხადებებით. გააქტიურებულია ბინძური კამპანია ჩემს წინააღმდეგ. რა ჭორი არ შეგხვდებათ? რას არ მივრცელებენ? რას ამბავს არ მიგდებენ? ყველანაირი მტკიცებულების გარეშე. ეს მე ამას მიჩვეული ვარ წლების განმავლობაში, იქიდან გამომდინარე, რომ ნერვებს ვუშლი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენს რეჟიმს, ქართულ ოცნებას, მაგრამ ამავე დროს კონკურენტებსაც. ნაირა მეც გილოცავთ მრავალს დაესწარეთ. კონკურენტ პარტიებსაც. ეს გამორიცხული არ არის და ამისთვის მიღებული არის პოლიტიკაში ეგეთი ხერხი, რომელსაც ქვია არაპირდაპირი დარტყმები, ეგრეთ წოდებული არაპირდაპირი პიარი. ანუ პირდაპირ მოდის ვიღაცა და მე გამომლანძღავს ერთია და მეორე მაგალითად შეიძლება რაღაცა Facebook გვერდი დაასპონსოროს, ჭორი გამივრცელოს. უფრო რა თქმა უნდა, ისეთი მეთოდებია რა, გაგებეშნიკურ, ტროლურ, ბოტური. ყველა შემთხვევაში ასეთი ბევრი შეგხვდებათ. ახლა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აქტიური პოლიტიკური სეზონი არის, შევდივართ აქტიურ პოლიტიკურ სეზონში,
რეიტინგები გამოქვეყნებულია, დამოუკიდებელი საჯარო რეიტინგები ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა და მე კლავაც ვარ გამორჩეული წამყვანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, შესაბამისად ეს არის პრობლემა ბევრისთვის. პირველ რიგში ოცნებისთვის, რა თქმა უნდა, მაგრამ არა მარტო. ყველა ის ადამიანი, სხვათა შორის ამ რეიტინგებზე ცალკე ვიტყვი, რომ ადამიანი, რომელიც არ არის აქტიურ პოლიტიკაში, ბუნებრივია, რომ ამას აქვს უფრო მაღალი რეიტინგი, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. ჰილარი კლინტონზე მინდა მოგიყვეთ, მაგალითად, ჰილარი კლინტონი, როდესაც იყო საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის, უფრო რეიტინგული იყო, ვიდრე მოგვიანებით, როდესაც გახდა დემოკრატიული პარტიის კანდიდატი. რატო? ადამიანი, როდესაც არ არის აქტიურ პარტიულ პოლიტიკაში, ის უფრო ბევრს მოწონს, მაგალითად, როგორც მსახიობი ან როგორც მომღერალი. მაგრამ როგორც კი პარტიას ჩაუდგება სათავეში, ან პარტიულ პოზიციებს დაიკავებს, პარტიაში ყოფნის არსიც ეგ არის. რაღაცას რო იტყვი, ის ვიღაცას მოწონს, მაგრამ ამავე დროს შეიძლება არ მოწონდეს. ამიტომ იმდენი რეიტინგი, როგორც გარეთ რო ხარ, ვერანაირად ვერ გექნება. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. მაგალითად, ახლა მე როდესაც ვამბობ, რომ კაზინოები უნდა დარეგულირდეს, ესე არ უნდა თარეშობდნენ და ის რაც არის პანდემია 21 საუკუნის, ეს არის აზარტული თამაშები, უნდა ამას მივხედოთ, ბუნებრივია ეს ვიღაცას შეიძლება არ მოწონდეს. ერთი შეიძლება თავად მოთამაშეს არ მოწონდეს, მეორე შეიძლება არ მოწონდეს და რა თქმა უნდა კაზინოების პატრონებს არ მოწონს, მესამე კიდე ვიღაცებს, ვინც არიან მიჩვეულნი რაღაცა არავითარი რეგულირება და კანონი და წესი არ უნდა იყოს. ამიტომ, როდესაც ადამიანი იკავებს პარტიულ პოზიციას, ის ბუნებრივია, რომ კარგავს გარკვეულ მხარდაჭერას. მიუხედავად ამისა, წლებია, მე პოლიტიკაში შემოვედი 20-21 წელს, გავაკეთეთ ჩვენ პარტია და მივიღე მონაწილეობა არჩევნებში. მიუხედავად ამისა, მე ოპოზიციურ პოლიტიკოსებში ვარ წინ. ამიტომ ეს არის პრობლემა. ამას მოყვება ძალიან ბევრი ცდელობა, რომ დააზიანონ ჩემი რეპუტაცია. ამიტომ თუ რაიმე ჭორი და უბედურობა და ბონძღობა ნახეთ, მომწერეთ, გადაამოწმეთ ჩემთან და მითხარით, რომ მე ავდგე და მას ვუპასუხო. ეს არის მნიშვნელოვანი და უარყო. ასე ვებრძოლოთ ამას. პირველი. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, 8 მარტს გილოცავთ ყველას, დღეს ძალიან კარგი განწყობა დამხვდა თბილისში. ყველა აღნიშნავდა 8 მარტს, ძალიან ბევრი ხალხი გასაყიდადაც და ყიდულობდნენ საჩუქრებს, ყვავილებს, აქციაზეც იყო ქალთა მარში ცალკე, ეს არის ძალიან კარგი ამბავი. გვახსოვთ ჩემთვის, ნახეთ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი, ვინც გვილოცავს 8 მარტს, ხო, ის ეხა მთელი წელი 364 დღე იცავს ქალების უფლებებს. რა თქმა უნდა, არა და ქალებს წევს პატივს. არა. მაგრამ რატო აღნიშნავ მაინც მე 8 მარტს და 3 მარტს და ყველა დღეს, სადაც შესაძლებლობა იქნება, რომ ქალების ბედზე და ჩვენ საჭიროებებზე ვისაუბროთ. აბა რა? დღეს არის ქალების დღე. ვისაუბროთ ქალების თემებზე, რა გვჭირდება ჩვენ? ყვავილები არ არის საკმარისი, არ არის საკმარისი, ყვავილები კარგია, მაგას რაჯობია, მადლობის ხმას მაგას რაჯობია, მეც მომიტანეს დღეს ულამაზესი ყვავილები, სხვათა შორის არა ერთი. და ამას რო უკან და დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ამას უკან სდევდეს ჩვენი დისკუსია, სწორედ რა გვჭირდება ქალებს. ამიტომ ამისთვის გამოსაყენებელია 8 მარტი და ამიტომ აღნიშნავ მე 8 მარტს. ის სიმბოლური ჟესტებიც, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. ეხლა განვმარტოთ 8 მარტი პირველად შემოიღეს დასავლეთში, არა საბჭოთა კავშირში, არამედ დასავლეთში. საბჭოთა კავშირში იმასაც ამბობდნენ, რომ 8 საათიანი სამუშაო დღე შემოიღეს პირველ რიგში საბჭოთა კავშირში. ნუ რას უკაცრავად. 8 საათიანი სამუშაო დღეც პირველად შემოიღეს ამერიკაში, თქვენ წარმოიდგინეთ, იქ იყო უზარმაზარი გაფიცვა მე-20 საუკუნის დასაწყისში. დაიღუპა ხალხი ქარხანაში და ამის მერე მოწესრიგდა, რომ 8 საათიანი სამუშაო დღე უნდა იყოს, რომელიც საქართველოში უმეტესწილად არ სრულდება, ეს იცით თქვენ.
ქალების საკითხიც, ქალთა უფლებების და ქალთა დღის საკითხიც პირველად შემოვიდა დასავლეთში, პირველად აღინიშნა აშშ-ში, პირველად კლარა ცეტკინი, რომელიც იყო გერმანელი, კი აღიარებული საბჭოთა კავშირში, მაგრამ ის იყო გერმანელი. გამოვიდა სიტყვით კოპენჰაგენში, დანიაში. ხო, საერთოდ სხვა თემები. ამიტომ ყოველთვის ვამბობ, როდესაც ვიღაცა მით უმეტეს ამ ეპოქაში გავრცელებული, როდესაც არის ყველანაირი სოციალური ქსელით, ყველანაირი ჭორ-მართალი, ყველაფერს ჯობია ჩავეძიოთ და გადავამოწმოთ და ამით ვიყოთ შეიარაღებულები. ხო, 8 მარტთან ერთად მე მინდოდა თქვენთვის მეთქვა, რომ ქალები საქართველოში ვართ ამომრჩეველთა შორის უმრავლესობა, არა მარტო საქართველოში, მსოფლიოშიც. ვართ უმრავლესობა. ამიტომ ქალებს ჩვენ ბევრი რამე შეგვიძლია გადავწყვეტოთ პოლიტიკაში. ბევრი რამე. და არასოდეს არ დავნებდეთ იმ გამოთქმას, რომ აი ქალები თუ ხართ, პოლიტიკა რატო უნდა გაინტერესებდეს. არასოდეს. იმიტომ რომ და კაცებმა ამ ჯერზე მაპატიონ ქალებზე რომ ლაპარაკობ, რახან 8 მარტია. იმდენი რამე მაქვს სათქმელი, მაგას მერე ვიტყვი კიდე დამატებით. რა თქმა უნდა, მყოჩემ ყოველდღიურ თათბირებში, მაგრამ იმიტომ რომ ქალებს თუ რაიმე საჭიროებები გვაქვს, ამის დაცვის საშუალება არის პოლიტიკაში მონაწილეობა, არა მარტო არჩევნების მეშვეობით. პოლიტიკოსების შეწუხება, მათთვის აზრის თქმა, საჯაროდ აზრის გამოხატვა, რომ ვინმე გაიგონოს, სოციალურ ქსელში აზრის გამოხატვა. და ბოლოს ერთ-ერთი ფორმა არის აუცილებლად არჩევნებზე მისვლა. მაგრამ ამით ჩვენ ქალები ვიცავთ ჩვენ საჭიროებებს და ჩვენ ინტერესებს, იმიტომ რომ ყველაფერი რაც ჩვენ გვაინტერესებს, ზუსტადაც რომ პოლიტიკაში წყდება. დიახაც, ყველაფერი პოლიტიკაში წყდება. როგორი იქნება, ხო გაინტერესებთ, მე ბავშვი დამყავს საჯარო ბაღში. ხო გაინტერესებთ. ხო, გვაინტერესებს, რას ჭამენ ჩვენი შვილები. რამდენად უსაფრთხოა ის გარემო, სადაც ჩვენ ვართ და სადაც არიან ჩვენი შვილები. უსაფრთხოა? არ არის უსაფრთხო. რამდენად კარგი არის ის სამედიცინო დახმარება, რომელსაც ვიღებთ. რამდენად კვალიფიციური და ხარისხიანი არის ის ექიმი, რომელთანაც ჩვენ მივდივართ და განათლებულია. გვაინტერესებს? გვაინტერესებს. დაცულები ვართ თუ არა ჩვენ ძალადობისგან. რა თქმა უნდა გვაინტერესებს და ახლა მე მინდა რომ წაგიკითხოთ გარკვეული სტატისტიკა ყოველ წელს. ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ უნდა მივახციოთ იმას. ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყოველ წელს ხელშესახები ნამდვილი გაუმჯობესება გქონდეს ამ მაჩვენებლებში. უბრალოდ კი არ გამოვდგეთ როგორც ეგრეთ წოდებული სახალხო დამცველი, გილოცავთ ქეთი, გილოცავთ მრავალს დაესწარით, მაგრად იყავით. კი არ უბრალოდ გამოვდგეთ და სადღეგრძელო კი არ წარმოვთქვათ. არამედ რეალურად ქალებს ცხოვრება გაუმჯობესოთ. ეს ეხება ბაღიდან დაცულობას ადამიანების და გოგოების დამთავრებული პენსიით და იმით, რომ პენსია არ უნდა მოგპაროს ვიღაცა თაღლითმა პირმა, როგორც ლიბერტი ბანკი არის. ამიტომ ეხლა მინდა გარკვეული სტატისტიკები წაგიკითხოთ, რომ ვიყოთ შეიარაღებული, როგორია ჩვენი ცხოვრება. ხო, ვიცით როგორია, მაგრამ გარემო როგორია, ხო, ვიცოდეთ. ესე იგი, უახლესი კვლევის მიხედვით ქალების 50%-ს განუცდია ძალადობის ერთი ფორმა მაინც. ანუ ყოველ მეორე ქალს, ყოველ მეორე გოგოს, აბა თქვენს დაფიქრდით, აქვს განცდილი ძალადობის რაიმე ფორმა. ეზოში, ქუჩაში, კლასში, სამსახურში. ეს კატასტროფაა. ეს არის ჩვენი იარები და ეს არის რაც უნდა აღმოვფრათ. ხო იცით, რომ სისტემა, რომელმაც ქალი უნდა დაიცვას ძალადობიდან, ეს სისტემა არ მუშაობს. ეს სისტემა მორყეულია. შემაკავებელი ორდერები არ მუშაობს. მუშაობა სოციალური სამსახურისა ოჯახებთან შემაკავებელ ორდერამდე
ჩემო საყვარელო ხალხო, სანამ ორდერამდე მივა საქმე, მანამდე ემიგრაციის პირობებში, აზარტული თამაშების პირობებში, ფსიქიური ჯანმრთელობა რომ მოშლილია ქვეყანაში და ჯანმრთელობის სისტემა რომ მოშლილია ქვეყანაში, სიღარიბე რო არის, ამ პირობებში სოციალური სამსახური არის ნულის დონეზე, ის არ მუშაობს ოჯახებთან, რომ რაიმე ეს სიტუაცია ძალადობაში არ გადაიზარდოს. და ჩემო საყვარელო ემიგრანტებო, თქვენ მე ვიცი რომ ეს ყველაზე მეტად გადარდებთ. კი, იმიტომ რომ თქვენ უნდა ყავდეთ სახელმწიფო, რომელიც როდესაც დედა არ არის სახლში და მამა არ არის სახლში და მუშაობს, წასულია და ანუ ორივე არ არის სახლში, იქ არის ვიღაცა სახელმწიფო, რომელიც თქვენ ინტერესს მოიცავს და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. უსაფრთხოებას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გავაკეთოთ. სოციალური სამსახური რომ გავაკეთოთ ისეთი, რომ არ დაგჭირდეს შემაკავებელი ორდერები და უბედურება, მანამდე მოგვარდეს ყველა კონფლიქტი. ბოლო წლების განმავლობაში ქართულ ოცნებას აქ არაფერი არ გაუკეთებია. მიუხედავად მიმართვისა, მიუხედავად ჩემი მიმართვისა, ერთხელ შალვა პაპუაშვილმა მიპასუხა კიდევაც, კიო, ქალების ძალადობაზე გავაკეთებთო რაღაცეებს. არაფერი არ გაუკეთებიათ. ეს სტატისტიკა ზუსტად ისეთივე შემზარავია. ნახეთ, 2023 წელს 24 ქალი მოკლეს. მათ შორის 16 მისმა ოჯახის წევრმა. და ეს გრძელდება, ეს ცოტა ძველი სტატისტიკა 23 წლის. ყოველ წელს ჩვენ გვესმის, რომ სახელმწიფომ, პოლიციამ არ დაიცვა ძალადობის მუქარის ქვეშ მყოფი ქალი. ხო, და ისეთი სახელმწიფო რო არ გამომივიდეს წუწუნი, ხო იცით, ყველა რასაც ვიძახი, იმის წინ არის ყოველთვის ჩემი დაპირება, რომ ის სფერო, ეხლა იმაზე ხო არ ვლაპარაკობ, სოფლის მეურნეობაზე. სოფლის მეურნეობაზე ვერ ვსაუბრობ ჯერჯერობით. ვისაუბრებ, იმიტომ რომ ეს არის სფერო, სადაც ჩვენ გვაქვს არა მარტო ჩვენი ძირი, კულტურული თვალსაზრისით, არამედ აქედან უნდა ვჭამოთ კიდევაც. ხო, როგორც ეკონომიკის თვალსაზრისით. მაგრამ ეს სამართალი, პოლიცია, სამართალდამცავები, ეს ყველაფერი ჩემი საქმეა სასამართლო და ამას ადვილად შეგვიძლია შედარებით მივხედოთ. მაშასე, მარტო ხელამშობლის სტატუსი. მე ვიცი თქვენ მე ბევრს მწერთ ამასთან დაკავშირებით, მარტო ხელამშობლის სტატუსი საქართველოში აქვს 8762 ადამიანს, მათ შორის უმეტესობა არის სწორედ ქალი. მარტო ხელამშობლის დახმარება არის მიზერი, 100 ლარი, 50 ლარი. ეს არის უბედურება. და ეს არის სწორედ მიუხედაობა. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ადამიანი მარტო ზრდის შვილებს და ისეთ ქვეყნებშიც კი, ისეთ კაპიტალისტურ ქვეყნებშიც კი, როგორიც არის აშშ, იქაც კი არის ამერიკა, იქაც კი არის ასეთი მხარდაჭერა მარტო ხელამშობლების მიმართ. 1000 გვარი კვება, ცხოვრება, სოციალური საცხოვრისი, აღარ ვლაპარაკობ უფასო ბაღებზე და ასე შემდეგ. კვოტებზე ბაღებში. ბაღი არ არის უფასო, მაგრამ ბაღში რო უფასოდ მიიყვანო და უფასო კვება სკოლაში, ხო? იქაც არის. შემდეგი ანაზღაურება ქალებსა და მამაკაცებს შორის. კვლავაც უთანასწორობა არის. იმიტომ რომ ქალები საშუალო თვიური ხელფასის 2/3-ს იღებენ. კაცებთან შედარებით, ანუ კაცების ხელფასის 2/3-ს იღებს ქალი. ეს არის ქართული სტატისტიკა და მე მინდა რომ თქვენ თვითონ ახლა ერთი პრაქტიკული რაღაც გავაკეთოთ ამ ლაივის ბოლოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ წიგნის მიხედვით, რომელიც მე ამ თემაზე წაკითხული მაქვს. ქალები, ვინც მისმენთ, სამსახურში თუ ხართ, მიბრძანდით და დაინტერესდით. თქვენ თანამდებობაზე მყოფ მამაკაცს რამდენი აქვს ხელფასი? თქვენი მსგავსი კვალიფიკაცია უნდა შევედაროთ და მსგავსი თანამდებობა უნდა შევედაროთ. გარშემო სხვა არა მარტო თქვენ სამსახურში, გარშემო თქვენ აღმოაჩენთ,
რომ 70-დან 80, საერთაშორისო სტატისტიკა არის 80%, ეხლა მსოფლიოში მხოლოდ სკანდინავიის ქვეყნებში ალბათ არის ყველაფერი აქ გამართული. გულისხმობ ნორვეგია, დანია, ფინეთი, შვედეთი. სხვაგან საერთაშორისო სტატისტიკა არის 80%. ყველა ლარზე 80 ლარი. ჩვენ შემთხვევაში იქნება ალბათ ყველა ლარზე 70 თეთრი სავარაუდოდ და მე მინდა რომ ეს ადგენდა თქვენ შემოგარენში გადაამოწმოთ თუ გექნება წვრილი მომწერეთ კიდევაც სიამოვნებით მოვიწმენ ამას. და შემდეგი აი ხა სასწაული არის 2024 წელს ოჯახში ძალადობის ფაქტზე 8744 შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული. 8744. ეხლა ეს ბევრია და რა თქმა უნდა ჩვენ გვირჩევნია რომ როგორც ბევრ ევროპულ ქვეყანაში ნახეთ როგორ არის იქ ოჯახში პრობლემა სანამ გადაიზრდება ძალადობაში მანამდე გვარდება სოციალური სამსახურის ჩართულობით შია იქ წყურია ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს თუ რაღაცა სახელმწიფო მანამდე ერთვება და ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ აქ ჩვენთან სოციალური სამსახური აი ისეთი ამბები მომდის ხალხისგან რომ თმები ხალხზე მიდგება მართლა რა დღეში ბოლო მინდა ვთქვა ძალიან მნიშვნელოვანი რომ არავის არ ეგონოს ახლა ქართულმა ოცნებამ ამოიღო კანონებიდან რაღაც გენდერი ტერმინი და არავის არ ეგონოს რომ ახლა ეს არ იქნება ჩემთვის მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ტერმინი გენდერი კანონში არის ეს არის სისულელე ხალხო იქიდან დავიწყოთ რომ მე ვარ ერთ-ერთი თანაავტორი ოჯახში ძალადობის შესახებ კანონმდებლობისა რომელიც იყო მიღებული 2006 წელს მაშინ როგორც ექსპერტი მუშაობდი ამ საკითხზე, როდესაც ამ კანონს იღებდნენ, სულ პირველად შემოვიდა ეს განმარტება, ეს ყველაფერი. რაში აქ საქმე? აქ საქმე იმაშია, რომ გადაგვარებული დამოკიდებულება ქალების მიმართ სწორედ მოტანილია დამპყრობლების მიერ. იმიტომ რომ დამპყრობლებისთვის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იყო პრობლემა ქვეყანა სადაც ყველაფერი ლიგზეა, ყველაფერი დაღებულია, ოჯახებში პატივისცემა და ასე შემდეგ. აუცილებელი იყო ამ ყველაფრის არევა, დაჩაგვრა და მე მინდა მიგაქცევინოთ ყურადღება ქართული ოცნების საუბრებს ქალებთან დაკავშირებით. თავიდანვე ვთქვი, რომ ქართულ ოცნებას ეზიზღება ქალები. დღეს არ უშვებენ, რომ არ გამოვიდნენ და ქალებზე არ ისაუბრონ. არ დაამცირონ ისინი, დაამცირონ თუნდაც მიტინგზე გამოსული ქალები, თუნდაც პოლიტიკოსი ქალები, ნებისმიერ. რატო ხვდებით, ამოღებული ყავთ მიშანში ქალები, აი ამ კაცების შემადგენლობას მეორე მხარეს ჩვენ, თუ არ ავიღებთ სახელმწიფოს და თქვენ მოვალე ნინო წილოსანს, რომელსაც აქვს 60 მილიონი ლარი ვალი სახელმწიფოსი და ჩვენი საქართველოს ქართველი ხალხის და საერთოდ არ ითვლება, იმიტომ რომ მარტო იმიტოა პოლიტიკაში რომ ეს ვალი არ დააბრუნოს, იქით ამ მხარეს არიან მხოლოდ მამაკაცები და ქალებს დაანწყავენ. რატომ? იმიტომ რომ, ახლა ეს მინდა ავხსნა. იმიტომ რომ ქვეყანა იმართება გარკვეული აი ამ შავი გაგებებით, ხო? ასე იმართება არჩევნები, ასე იმართება ქუჩა, ასე იმართება ქართული ოცნება. გარჩევებით, დაბარებებით, ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს, დაშინებით, შანტაჟით. ეს ენა, რომელსაც ესენი იყენებენ, არ მუშაობს ქალებზე. არ მუშაობს. იმიტომ რომ ჩვენ უბრალოდ ქალები ვემორჩილებით სხვა კულტურულ ნორმებს. სხვა ქცევის წესებს. როგორ ახლა ჩვენ რა ის კი არა ვართ რა ქვია რკინის და რაღაცა ხედავთ ამდენი ადამიანი არის, ამდენი ოჯახი არის გაუბედურებული ოჯახში ძალადობით. ამდენი ოჯახი. ვისთვის არის ოჯახში ძალადობა? კაი, ცოლისთვის, ქმრისთვის თუ ბავშვებისთვის. უბედურებაა.
და მიშვებული ოჯახში ძალადობის პრობლემა სახელმწიფოსთვის არის უბედურება. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ რკინის არა ვართ, მაგრამ აი შანტაჟი და დაშინება და ის მეთოდები, ბიჭო, გადმოდი უბანში და მოდი აქ ჩემთან და გავიდეთ საბურთალოს. ეხლა მე რო ესე ვიღაცამ დამელაპარაკოს, აქ მოვკვდები სიცილით. მოვკვდები სიცილით. ამიტომ მივცელებენ ამ ჭორებს. ამიტომ ცდილობენ, რომ რაღაცა ხასიათი დამიზიანონ, ან რაღაც ამორალობა დამაბრალონ, ან რაღაც დამაბრალონ. რატომ? აბსოლუტურად ნულოვანი მტკიცებულება ყველა თემაზე. ნულოვანი მტკიცებულება. აი კითხეთ ყველა თემაზე. სად არის მტკიცებულება? არ არის, მაგრამ რატო? იმიტომ რომ აი ეს გაგებები ჩვენზე არ მუშაობს. ამიტომ ძლიერი და აქტიური და ყოჩაღი ქალი ქართული ოცნებისთვის მაგარი პრობლემაა და ეზიზღებათ. ნუ ეს უკაცრავად. ჩვენ არსად გაქრობას არ ვაპირებთ. პირიქით, ძალიანაც ყოჩაღადაც და მაგრადაც ვართ. განსაკუთრებით დღეს რახან 8 მარტია დასრულდა. 8 მარტი გახდა გადაცდა შუაღამეს. განსაკუთრებით მოკლედ. აბა თქვენ იცით ქალებს ღამე მშვიდობისას გისურვებთ, ვინც ევროპაში ხართ, ამერიკაში საღამო მშვიდობისას გისურვებთ, მადლობა რომ მისმენდით. მეც როგორც ქალს საქმე იმაშია, რომ ძალიან ბევრი პასუხისმგებლობები მაქვს, აქედაც, იქითაც, ოჯახშიც, იქიც, ბავშვიც, ეს ძალიან ბევრი კვლევით არის ნაჩვენები, დადგენილი დღეს ჩემი შვილის დაბადების დღეა კრავაის, რომელიც გადაუხადეთ მას თავის მეგობრებთან ერთად, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო ამბავია, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მაგალითი ვარ, როგორ შეიძლება მიაპოვდე აი ტალღებს, რასაც ქვია ცხოვრება ადამიანი. თქვენთან ერთად, ჩემო ძვირფასო ქალებო, დედებო, მანდილოსნებო, ყველას გილოცავთ 8 მარტს. აბა, ყოჩაღად მომავალ შეხვედრამდე.